მოგესალმებით გამარჯობა. 29 იანვარი ახლოვდება ინაუგურაციის თარიღი. სალომეს ან სავარაუდო ძალით გამოყვანის. ჩემი აზრით გავბედავ და გავაკეთე პროგნოზს, რომ ძალით გამოყვანა არ იქნება. თუმცა ისინი შეიკრიბებიან ახლა ეს შმოპოზიცია და სალომე და იტყვიან რომ ადამიანელი არჩევნები როგორ დავნიშნოთ, აი ამ რაღაც აბსურდს განავითარებენ, მაგრამ თავად შენობას და აი მართლა იმ ატრიბუტიკასაც იმ შენობაში არის დატოვებს ბუნებრივია ამ სიამოვნებას არ მოგურის რომ კუჩი ხელი მოკიდოთ და გავაკეთოთ დავიცვათ ერთადერთი ლეგიტიმური ის არ იქნება შემაგას არა მგონია იმიტომ რომ სიგიჟე იქნება ბოლომდე თუმცა ყველაფერია მოსალოდნელი კი ბატონო მეგონი მაგ ზღვარს უკვე გაცდა სადაც მისგან სიგიჟე შეიძლება რაც უნდა რადიკალური სიგიჟე კურატორები ხო ყავს და ახლა შენობაში ჩაებღაუჭოს სკამს მე აქედან ხო ჩვენ რაღაც პიარსლებს მოვიფიქრებთ ხო რაღაცებს ხო ვიტყვით და უბრალოდ მე ძალიან ცუდი სანახავი იქნება თუმცა ბევრჯერ ყოფილა ცუდი სანახავი ეგ არის გაუშვათ ბაბუცა პატარაიას ვიდეო პრაქტიკულად სრულიად მშვიდობიანი რევოლუციური სცენარით მიდის ის რაც მიდის თვით ორგანიზებით და თვით დინებით ხო, ну ეს მშვიდობიანი რევოლუციის რა ვთქვი? სოფლიოში პირველი რევოლუცია, რომელიც მიდის თვით ორგანიზებით. რას ნიშნავს მშვიდობიანი რევოლუცია რამდენიმე ასეული, როცა პოლიციელი არის ფიზიკურად დაშავებული? ეგ გასაგებია. ჩვენ საუბრობდით გადაცემის დაწყებამდე, რომ ამ ადამიანებს Facebook-იდან გამომდინარე აქვთ კაფიო გაცდა, რომ უმრავლესობაში არიან, რომ მთელი საქართველო მათია. ეს გააკეთა Facebook-ის ბაბლმა, Instagram-მა, Facebook-ის ბაბლმა და ამ სავალალო მდგომარეობაში არიან. მათ აი ამ ახალგაზრდებს ხნება ძველგაზრდებს ელაპარაკო პოლიტიკური თეორიებით, რაც მდუმარე უმრავლესობა აზრი არა. იმიტომ რომ ანუ აქ უკვე ამ სივრცეში იმხელა ბულინგი მიდის იმაზე, რომ შენ თუ მინიმუმ ყველაზე მინიმალური მოთხოვნა რა არის, რომ უნდა გასთორო. ეს არის მინიმალური მოთხოვნა. შენ თუ არც კი სთორაო, ნუ მან დამთავრებული არა, ანუ უკვე გამოცხადებული მოღალატე ხარ. რუსეთის დროშა გაქვს შემოხვეული და პირდაპირ კრემლისგან იღებ დავალებას. მინიმუმი არის რომ გასთორო. პროგრამა მინიმუმი არის რომ აქციიდან გასთორო. ხო, პროგრამა მაქსიმუმი არის რომ ბოლომდე ჩართული იყო და ყოველდღე იქ იყო და როცა საჭირო არის იყვირო და როცა საჭირო არის სცენა დააწმევინო. მაგრამ აქედან გამომდინარე, როდესაც ანუ ჩვენ მივიღეთ კონკრეტული მიკროსოციუმები სადაც ამ ბულინგმა ერთმანეთთან იმდენად გაჭრა, ვის ადამიანებიც კი ვისაც საერთოდ არ ხონდა სურვილი ამ აქციას დადგომის. მან საკუთარი სოციალური სიცოცხლისთვის გადაწყვიტა, რომ ეს იყო აუცილებელი და გარდაუვალი, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში მის ბაბლში ვეკუდებოდნენ ასეთი ადამიანები, ანუ მიმღებლობა აღარავის აღარ ექნებოდა. ვინც ამ ბულინგს ამორჩილდა, კი ყველა ჩაერთო საბოლოოდ ამ პროცესში. ხო, და მე უკვე რაღაცა ხიბლი და თვითკვლევა საქმეა და ამობენ უარს საახალწლო კონცერტებზე ეს მათი უფლება უბრალოდ შემდეგ გავითვალისწინოთ კი მე ისეთი ბენდები წავიკითხე და მართლა ჩამომენგრა ყველაფერი რომ მაგათ რო ვეღარ მოусმენ კაცი შულმა რო არის აი ეგეთი ხალხი რო აქვს განსაკუთრებით მაგრამ ცნობილი ადამიანების უარს ამობენ და ცნობილი მომღერლები საქართველოს ეს მათი უფლება უბრალოდ შემდეგ როცა ეს ყველაფერი გადაივლის მე ვნახოთ ეს პროტესტი რამდენად პრინციპული იყო. ანუ ეს იყო დაბულინგების შედეგი, ფეხის ხმის აყოლის შედეგი თუ ასე შემდეგ. სააკაშვილი მაუხრებელი გზირი ძალიან საინტერესო რევოლუციური მე ვიტყოდი მოწოდებებით გამოვიდა. აი მეხუთე ვიდეო გავუშვით. თეთრეთი გამოსავალი. შევწყვიტოთ ეს შეგონებები და შევუცვები და ღიმილიანი მოწოდებები რამესკენ. ჩვენ რას ნიშნავს ეს ჯოხი? ეს ჯოხი არის ძალიან ყოველდღიურზე უფრო მეტი შეტევა. ეს არის გაფიცვა, ეს არის ბიზნესების ბოიკოტი, რომელიც ძარცვას ქართულ ხალხს ძალიან ბევრი ბიზნესს გამოიღო ხმა, მაგრამ მათ არის გჭირ ის ხალხი ტენდერებზე იპარავს ფულს, ესე იგი კიდევ ჩვენგანს აწლის ჯიპიდან ფულს. ეს არის შენობების მათი არ შეშვება და არ გამოშვება, იმიტომ რომ ვიღა ტიპებს მიტაცებული აქვს შენობები და თავის თავს უწოდებენ საქართველოს მთავრობას. ხო, და ჯოხზე თუ შეიძლება გაუშვით და ბარებერთან დავაკომენტოთ.
მოვიწყებთ. ჩვენ საქმე გვაქვს იმ ხალხთან, იმ ბანდასთან, რომელსაც ეს მხოლოდ ერთადერთი ენა. ეს არ არის შეგონების ენა, ეს არ არის შელოცები, ეს არ არის ხონები, ეს არ არის თხოვნები, ეს არ არის მოწოდებები სასაცილო თარგმანი. ამ ბანდას, ამ კრიმინალურ ბანდას, ეს მოიძა საქართველოში, ეს მხოლოდ ერთადერთი ენა და ეს არის ჯოხის ენა. და მეგობრებო, ჩვენ კი უნდა ვაწყლარებდეთ, ნუ გეშინიათ ხო? პირიქით უნდა ეშინოდეთ მანამ სანამ ხალხსა და ხალხს წინაში არ დაიხევ რუკა. ხო. მოდი ესე ვთქვათ რა. ამასაც თავის რეალობა აქვს შექმნილი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ესეც ხო ბაბლის მსხვერპლია. გასულია ესეც კი ბატონო და ლაპარაკობს რაღაც ჯოხიან კაცებზე, როდესაც თვითონ აბსოლუტური ფარჩაკი, აბსოლუტური ადამიანი, რომელმაც ჩაიკუკა, რომელმაც საქართველოზე თქვა უარი, ქართული ენის ცოდნაზე თქვა უარი, თქვა რომ მე არა ვარ საქართველოს მოქალაქეო და ოღონდ გამიშვიდა თავს დავანებებ ყველანაირ პოლიტიკოსს. ეს არის, რა თქმა უნდა, ჩმორი კაცი, ბუნებრივია, ჩმორი კაცი რა. და შესაბამისად, ხო იცი, შიშარ ადამიანი უფრო ბაქიბუქობს რა. და ლაპარაკობს რაღაც აბსტრაქტულ ჯოხებზე, ჯოხიან ხალხზე. ანუ რას ნიშნავს, ვინ არის ჯოხიანი ხალხი? პარტია დაეშალა, პარტიაში ასევე ჩმორები დარჩნენ. ვის ჯოხიან ხალხზე ლაპარაკობს? სადაა ეს ჯოხიანი ხალხი? დამანახეთ ერთი რა. იყვნენ ფეერკვიანი ტიპები და დაისაჯა ის ხალხი და დამთავრდა ამით, ხო, ყველაფერი. მშვიდობიანი აქციებია. მაგრამ ამაში ის მართალია, რომ ესეთი მშვიდობიანი აქციებით იოგების, გეების, LGBT თემის წარმომადგენლების, ანუ უნიჭო მხატვრების, მზარეულების რაღაცა მარშებით არ არის რევოლუცია არ ხდება. ჯოხიანი ხალხი არ არის. აქედან გამომდინარე რაღაც პონჩი მართალია, მაგრამ ამ სიმართლით გაუმარჯოს როგორ უნდა უთხრა რა. არის აბსოლუტურ ბაბლში ესეც. მიშა რეალურად ყველაზე თვალსაჩინო ბაბლის ტყვე არის, იმიტომ რომ საქართველოში ჩამოსვლაც რეალურად განაპირობა მისი ბაბლის გავლენებმა. იმიტომ რომ ის რეალურად მოაქცეს იმ ბაბლში, რომ აქ შე რო ჩამოხვალ 100,000 კაცს დაგახვედრებთ. რევოლუცია გარდაუვალია შენ დანახვისას. სახელმწიფო ვერ დადგება თავის ადგილზე შე რო ჩამოხვალ და ვერ აღკვეთს ამ შენ კრიმინალურ გადაადგილებას. ეს ხო რეალურად ბაბლმა დააჯერა, როგორც ნუ ვიღაცას ბაბლი იმას აჯერებს, რომ შენ თუ არ გამოხვედა სპეციალურად მოლოტოვის კოქტეილი თუ არ ესროლე, ისე საქართველოს ისტორიაში ვერ ჩაიწერები როგორც კეთილსინდისიერი მოქალაქე. ანუ რეალურად მიშა არის ყველაზე თვალსაჩინო ბაბლის მსხვერპლი. შენ წარმოიდგინე სააკაშვილს, რომელიც წამებელია და წამების რეჟიმის არქიტექტორი, კიდევ ჯოხიან ხალხზე და ცემაზე და შეტევაზე. ხა მე მგონი აღარ გვიყვარს ხო ხა სააკაშვილი და ზოგადად ნაცის მხარდაჭერა, საჯარო მხარდაჭერა. უკვე მასთან აფილირება არის და მის რეჟიმთან ქედის მოხრა არის რა. შესაბამისად ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში უყურებთ ამ ადამიანებს, რომლებიც საჯარო სივრცეებს, რაღაც კონკრეტულ საჯარო სივრცეებს იკავებენ და პირიქით რაღაცნაირად ცდილობენ მაინც ყოველ შემთხვევაში, რომ მორალური პედესტალიდან აქეთ გელაპარაკონ, ხო? რომ მე რა რომ მე მიშას მოbrunებ ამინდა ხელისუფლებაში, მე ვარ ერთადერთი პროდასავლური და პროევროპული გზა. გასაგები. მე წინააღმდეგი ვიყავი მის მივამეთში დარჩენისა. და ეს ჩართვებიც არ მომწონდა, მაგრამ როგორც ნათელი მაგალითი იმისა თუ რა შეიძლება მოხდეს და როგორი ხალხი შეიძლება მოვიდეს ხელისუფლებაში, კარგია ეს ჩართვებიც, კარგია ეს მე მგონი ეს არაფერს აღარ ცვლის. არა, თუ უყურეთ თუ დღეს კიდე არსებობს ისეთი ადამიანი, ვისაც დამატებითი ილუსტრაცია ჭირდება. მიშა რას წარმოადგენს, გვარამია რას წარმოადგენს, ხაზარაძე რას წარმოადგენს, ჯაფარიძე რას წარმოადგენს, ანუ უყურე როგორ არის? რომ არ წვიდეს, რომ დაწერა რომ ჩამოყვანილი ხალხი რევოლუციის გარეშე როგორ გაუშვითო, მთელი ეს ლიბერდებილური ბაბლი მათ შორის დანუკა რო არის. დააწყდა თავს და აგინა. ანუ ეს მათთვის ტკივნეულია. მათ უნდათ რაღაცნაირად ისე მოხდეს, რომ არ დაერქვათ მიშისტების და ნაცების სახელი. მაგრამ ამის თითოეული გამოჩენა მათ იმედებს ეს აქციები ხო რეალურად მაგასაც დასაწყისში რა ვიდეოს ჩავთეთ. ამ მთელი ამ აქციების ნარატივი არის, რომ ეს არის თვითორგანიზებული. აქ არ არსებობს არანაირი პოლიტიკური ლიდერი, პოლიტიკური პარტიული მდგენელი და ეს არის უბრალოდ რაც ქვევიდან წამოსული ხალხის ხმა, რომელსაც მხოლოდ ეს ხალხი მართავს. ნუ რაც აბსოლუტურ აბსურდია ხა
ამას ამბობენ ადამიანები, ვინც ნანუკა ჟორჟოლიანს ეთანამშრომლებიან იმაზე, რა ტექნიკა მიაწოდოს და როგორ და სად შეიკრიბოს და რა ტიპის აქტივობა ქონდეს და ასე შემდეგ. ხო, ნუ ეგ კი ბატონო. მოდით სააკაშვილს ამჯერად დებილიზმზე რო გავამახვილოთ. ყურადღება ივანიშვილზე რას ამბობს თუ შეიძლება. ხო და ბოდიში ერთ წამს სანამ მაგას შევთოთ და ეგ უნება კი ანუ ეხა მიშას რა შეცვლის, მაგრამ მაგუნების დაცხრობა კიდევ ვერ შეძლო. ტიპმა რომ რეალურად ხო ამან ეხა ბიზნეს რეკეტზე ილაპარაკა. ამ ტიპი ისევ გამოდის და გეუბნება რომ ამ ბიზნესებს ვინც თავისუფალი არიან წნეხისგან, დედა უნდა უტიროთ, უნდა ჩააგდოთ წნეხში. ხოლო იმიტომ რომ თქვენ აზრზე ეს ბიზნესი არ არის. ანუ ამ ბიზნესს უნდა რომ განვითარდეს და გააგრძელოს ამ ბიზნესმა განვითარება. რახან არ მიდის გაფიცვაში, იმიტომ რომ რა თქვენ პოლიტიკურ გემოვნებას თუ მიდრეკილებას არ იზიაროს, ამის გამო ეს ბიზნესი უნდა დარეკეტდეს. და შესაბამისად უნდა გაიფიცვან ამ ბიზნესისად ირგვლივ და ასე შემდეგ. მე მინდა გითხრათ მეგობრებო, მოვამზადებთ ახლა ძალიან მალე, ფიქრობ გაუშვათ თუ არა, საჯარო გავხადოთ თუ არა, აი ბიზნესების სია, რომელმაც სოლიდარობა გამოუცხადა აი ამ ეგრეთ წოდებულ რევოლუციურ პროცესებს, არსებობს ღია წყაროებში ინფორმაცია თუ რამდენს აქვს ბიზნესი რუსეთში. კი ბატონო. ხო და აგერ საქართველოს ბანკს ბიზნესი აქვს ბელორუსში. შესაბამისად არ იქნება ურიგო, მე მგონი რომ ყველას დავანახოთ ადამიანები, რომლებიც მაყურს აკეთებენ ოკუპანტი ქვეყნის რეჟიმთან და ბელორუსიაც იგივეა, აი გამოდიან და ამ მაყურს ხარჯავენ აქ არეულობის მოსაზრებით. იმიტომ რომ ჩვენ მივიღეთ სამწუხაროდ მალფუჭებადი პატრიოტიზმი, რომელიც უკვე გადაქცეული არის სამოხმარებლო პროდუქტად და არა რაღაც სულიერ თუ ეგზისტენციურ მდგომარეობად. ან ჩვენ მივიღეთ მაისურებზე და სტიკერებზე და სოციალში შექმნილ კონტენტზე მორგებული პატრიოტიზმი, რომელიც იმის იქით აღარ მიდის. და მხოლოდ ეს სიცოცხლე გააჩნია. და მან რასაკვირველია ბიზნესი იმეორებს ამ წინაპირობას და დღეს ამბობს რომ ჩელიაბინსკში გაღვიძების წინააღმდეგი არის ბიზნესი, რომელიც ჩელიაბინსკში არის უშუალოდ წარმოდგენილი. ჩელიაბინსკის ერთ-ერთ ტაძარში წირვას ქართულად ატარებენ. აი შეგიძლიათ გაუშვით. ხო. გაუშვით. Parametrus minta gargvertočeno da šemdagi debasa ahvavlien, manisa da dzisa da smidisa sulisa, atsdamarani dukuniki. Цар მაგარი წარწერა ზევით, ამასობაში ჩელიაბინსკოს საქართველოში გაიხონდა. აი ესეთი ამბავია. ხო და აი აქ სააკაშვილი ივანიშვილს გავუშვით თუ შეიძლება. Qualis informația lui Ioanișus, dar Sania Sacun, informația lui Ioanișus, საინკასაციო მანქანებით გააქვს ხური აეროპორტში. მეც მაგ ეს ინფორმაცია ძალიან ბევრ სხვა ადამიანს. ის ემზადება წასასვლელად, ის არ ჩქარობს რასაც წასვლას. გაჩერდ, ესე იგი, ემზადება წასასვლელად, მაგრამ არ ჩქარობს წასვლას. და რაც თავარია, ფული საინკასაციო ეს ცნობილი მემია. ეს მემი არის კაცო 2016 წელს. ეს არის ამის დანერგვა. 2016 წელს, როდესაც ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში. სანამ გამარჯვებოდა რამდენიმე დღით ადრე, ანუ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რომეო საჯაევი იყო ადვოკატი, ხო, იმის ბაჩო ახალაიას მე მგონი თუ დათა ახალაიას რომელსაც. ხო. არც ეგეთი ოდიოზური ფიგურა დაცი რომეო საჯაია, რომელსაც დაწერა და რომელიც გადააზიარა მთელმა ლიბერალურმა ელიტამ ვისაც პრეტენზია აქვს, რომ გადამოწმებული ინფორმაცია და მორალის პოლიცია და რაღაც. ტიპებმა გადააზიარეს რომეო საჯაიას სტატუსი, რომ ბიძინა ივანიშვილი შენიშნესო, საინკასაციო მანქანებით ნახატები და ფული გააქვსო და всё გარბისო ბიძინაო და ინგრევა რეჟიმიო. 2016 წელს ბიჭო და 2024 წელს სააკაშვილი მეორებს იგივეს. ანუ კაცი უკვე რა ჭაობშია ჩაფლული, რა დონეზე დრო მორჭმულია ხვდები? 2016 წლის სიაფანდი ინფორმაციის მოტრიალება სადა დღეს? არა, მან როგორ არის? კიდე სააკაშვილის რაღაც რა ირიბად ბაიც ხარდამჭერი ხარ ბიჭო, ნუ აი ფსკერია მაგას რა ვიცი. ელისოკილაძე ავრცელებდა ინფორმაციას, თუდად არის ბიძინა ივანიშვილიო. ნუ ავრცელებდა ინფორმაციას, რომ გარბის, რამდენჯერმე გარბოდა ივანიშვილი. ოღონდ ეს გარბის არათანამედროვე თემაა, იმიტომ რომ აი
ქეში რატო უნდა წაიღო? როცა არის ბიტკოინი. როცა შეგიძლია აი ამ კრიპტოვალუტით სადაც გინდა იქ გადარიცხო. აი ქეში რატო უნდა წაიღო თვითმფრინავში მანქანით? ეს ხო სიგიჟია, ჰა? მუთაკი. არა, სიგიჟია ეს. აი კონსერვში მოხუცული ქეში. დებილი არის ტიპი, ჩვეულებრივი დებილი. შენ არ დაგავწეს უყურე მაგალითად თავარი არხი 2020 წლის არჩევნების წინ სრული სერიოზულობით მსჯელობდა და ინფორმაციას აწვდიდა მის მაყურებელს, რომ უბრალოდ აღარ მახსოვს მან თავარ აქტორად ვინ აირჩიეს, რუსეთში გაფრინდაო და პუტინს შეხვდაო და იმის დანაბარები წამოიღო. სოციალების ეპოქაში. ხო, უჩამამაცაშვილზე. რომ ჩავიდა, იმან ყურში ჩაჩურჩულაო და ეგ ინფორმაცია წამოიღო. ანუ სხვანაირად ინფორმაციის გასვლა გამოსვლა ვერ ხდება რა? არა, რა თქმა უნდა. და ამას სრული სერიოზულობით ლაპარაკობდნენ ბიჭო ესენი. ხო, და კავშირის მტკიცებულება ჭალებში არ გქონდეს, რომ აი ესეთი რაღაცები ხდება. ხო, მოდი ხა გავუშვათ ელისო ჯარიაშვილი ფორმულა დატოვა, ელისო ჯარიაშვილი იყო, მაგრამ ოხრაუეცრად ჩამოკრაუდედურების ზარმა. საინფორმაციო იყურება მე მგონი ფორმულა. კი ბატონო, ხო. მოდი აი დია მამისეიშვილი არის ირცი რომ მოიხსენოთ, იმიტომ რომ დედა დედისეიშვილი? დია დედისეიშვილი. საინტერესო პერსონაჟია, ძალიან ისტერიული. რომელიც დატვირთულია ტექნიკით, იმ ტექნიკით, რომლითაც არის ეს ავტომობილები დატვირთული, უნდა მოხდეს პირდაპირ ტრანსლირება პრეზიდენტის სიტყვის. პოლიციელი მასზე ჯაჯგურება, ამას ხედავთ. პირდაპირ ეთერში პოლიციელი მასზე ჯაჯგურება, ამას ხედავთ. პირდაპირ ეთერში პოლიციელი მასზე ჯაჯგურება, ამას ხედავთ. პირდაპირ ეთერში ხო. ესე იგი, თავარისთვის და ტევ პირველის ფორმულას ძალიან ჩვეული მოცემულობა არის, როცა ერთი რაღაც ხდება, ფაქტ შენ თვალით უყურებ და ესენი გელაპარაკებენ რადიკალურად განსხვავებულ მოცემულობას. მე გეტყვი შენ რა ხდება, ჩემი აზრით. ეს გოგოები ეს დებიკაჯაიები ეს ამისილ პროვინციული აზროვნების ადამიანები არიან და არც თუ ისე ჭკვიანები ბილად რომ თქოს და წიგნების კითხვაც გარკვეულწილად პრობლემატურია მათთვის, ხო? მაგრამ ეთყობა აი ამ წრეში ქონდათ ნიჭიერია გოგოების სახე და თავისუფალ თემას რო წერენ ხოლმე, ხო იცი? ძალიან ნიჭიერი გოგოები და ზედმეტი ყალბი პათეტიკაც რო არის. ხო და აი იმის თქმა მინდა რომ აი ეს ბოლოს აი ხა აი ამ ყველაფრის მერე მათი ზიოზნიჩას დადგა რა. ანუ ძალიან ბევრმა ადამიანმა, რომელთანაც ის ვერც მივიდოდა, მისთვის საპატრიცემულო ადამიანებმა აღიარეს ეს გოგოები, ეს ქალები ეს. და ეხლა არიან უკონტროლოთ უბრალოდ. კი, არა, აშკარად გას, მაგრამ უყურე, ეს არ არის ახალშეძენილი ტრენდი, ანუ ეს აბსოლუტური დისონანსი რეალურად მომხდარსა და ამარხების მიერ გაშუქებულს შორის ყოველთვის არსებობდა. გაიხსენე იგივე ხოშტარიას შემთხვევა, რომელსაც ინგა გრიგოლია აკომენტარებდა ტევ პირველზე, პატრულის მანქანას რო შეახტა კაპოტზე გახსოვს, ხოშტარია. და ელენე ხოშტარიას აკავებენ, ანუ სცენას უყურეთ, რომ პატრულის მანქანას თავისი ნებით ელენე ხოშტარია ახტება და ინგა გრიგოლია ამას აკომენტარებს, რომ ლაკას იჭერენო. ბიჭო, ანუ ამ ტიპის დაბრმავება, ამ ტიპის გამოდებილება მაყურებლის მართლა კინოსცენარი არის რა უკვე. და ჩვენ ეს მივიღეთ ყოველდღიურობად და როგორღაც ამარხებს ყავს კიდე მაყურებელი და ამარხებს ყავს ისეთი მაყურებელი, ვინც ამარხის ინფორმაციას იზიარებს და აზიარებს. ეგაა ბიჭო, ანუ საკვლევისაგან. როცა ხედავ აი ამას, რომ ელენე ხოშტარია ჩადის ისეთ საქციელს პოლიციელთან, რომლის გამოც უნდა დააკავო, იმიტომ რომ მსგავს ქმედებაზე დიდი ალბათობით 100-დან 99-ს დააკავებენ. მიდის და ხელს კრავს და ჟურნალისტი გეუბნება, ეს დედისეიშვილი გეუბნება, რომ ეჯაჯგურება პოლიციელიო. ელენე ხოშტარიას, ნუ აბსოლუტური სიგიჟე არის ამის ყურება და მიღება. ხო, მათ ძალიან კარგად იმუშავებს პარალელური რეალობის შექმნაზე. მათ რეალობაში მოიგეს, მაგრამ ვერ მოიგეს. არის რეჟიმი, დიქტატორული რეჟიმი და ამიტომ ამ რეჟიმის ახალწელს არ უნდა უმღერონ და შესაბამისად მათ მომღერლებმა გააუქმეს, ესე იგი, თავიანთი გამოსვლები. ელოდებიან
ეხა როგორც მე ვატყობ, ხო? ელოდებიან ახალი წლის შემდეგ, ანუ 28-ში ისინი შეიკრიბებიან და რაღაც უაზრო გეგმას დადებენ იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა დანიშნონ ვადამდელი არჩევნები. ვადამდელი არჩევნები საქართველოში ინიშნება კონსტიტუციის მიხედვით. კონსტიტუციის მიხედვით არანაირი წინაპირობა არ არსებობს ვადამდელი არჩევნების დანიშნისთვის. აი, ვინც არ უნდა თქვას უცხოელმა, საქართველოში ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება. უბრალოდ რის თქმა მინდა იცი რომ აი ბიძინა ივანიშვილის სიტყვები მინდა გავიხსენო. ეხლა ისინი დამშვიდნენ და არ ეხეთქებიან კედელს და არ იტკიებენ თავს. აი ესე გააგრძელეთ, შვიდად, წყნარად, ყოველგვარი კანონდარღვევის გარეშე. ჩაატარეთ ეს იდიოტური მარშების პრობლემა არ არის კაც. შექმნით ილუზია რომ მთელი საქართველო თქვენთან არის. თქვენ ვერ ხედავთ საქართველოს უდიდეს ნაწილს. თქვენი პრობლემა ეს არის ადამიანებო. მოხდა ისე შეიძლება ჩვენი ბრალიც არის გარკვეულწილად ეს რომ მოგეცით ამის უფლება. შეიქმნა აზრი რომ თქვენ ხართ მარილი მიწის მარილი ამ ქვეყნის დრიტა გულანი. დებილები ყველა არ ხართ მაგრამ ნუ ძირითადად რა. ესეთი აზრი შეიქმნა. ეს აზრი სოციალების ალგორითმებმა შეგიქმნათ, იმიტომ რომ თქვენ ვიღაცას რომ ალაიკებთ, ვიღაცებს ხო კლავთ, აი ამომშალეთ მეგობრების სიიდან ხო იძახით ხო. ეს სოციალის ერგება თქვენს გემოვნებას და მხოლოდ თქვენთვის მოსაწონ სტატუსებს გიზიარებთ, თქვენთვის მოსაწონ ფრენდებს გაჯახებთ ხო და გექნებათ ეს ილუზია რომ მხოლოდ თქვენ ახართ საქართველოში. არის ძალიან ბევრი ადამიანი, მინიმუმ 1.200.000 ადამიანი, რომელსაც არ მისცა ნაცემს ხმა ხო, მისცა ოცნებას. ეს ხალხი არ გამოდის ქუჩაში, იმიტომ რომ ხელისუფლების მომხრეა და ხელისუფლების მომხრეები ასე ქუჩა-ქუჩა აგრესიულად არ უნდა დადიოდნენ. არ წერენ ბევრ სხვა შორის სოციალურ ქსელში იმდენს რამდენსაც თქვენ და არ ჩანან თქვენთვის. შეიძლება წერენ სადღაც, მაგრამ მათი პოსტები თქვენამდე არ აღწევთ. უბრალოდ როცა თქვენ იწყებთ აგრესიულ ქმედებებს, პოლიცია იცავს წესრიგს და მე გიკვირთ რომ მეტი რაღა უნდა გააკეთოს პოლიციამ, ახლა მთელი საქართველო რატო არ გამოდიშო და ეგ ახართ სულ გაწიე, გამოწიე, რამდენი ადამიანი იქნება ახლა ყველაზე მეტი აქციაზე 10.000, 15.000 იყო, თუ რამდენი იყო ამ აქციებზე? მთელი ამ პერიოდის განმავლობაში? ხო, აი, ყველაზე დიდ აქციაზე რა. ხო იყო რაღაც დღეებს ხო ამბობენ რომ აი ახლა ყველაზე მეტნი ვიყავით. 20 სავარაუდოდ 15-ზე მეტი იქნებოდა მაგრამ ხო, კი ბატონო 20, ხო, მაგრამ არა ხარ მილიონი თუ იქნებიან მე სხვანაირად ვლაპარაკებ. გინდა ასე დათვალეთ, გინდა ესე არ ყოფნით, ჯანი არ ყოფნით ხალხო. არა ხარ საქართველო და რაღაცნაირად უნდა შეეგუოთ ამას. კი ბატონო, გაპროტესტება პრობლემა არ არის. ქუჩა იკეტება არასწორად, ესეც რა თქმა უნდა ჯერჯერობით თვალები უნდა დახუჭონ ამაზე, რომ არ არის იმდენი ხალხი, რომ რუსთაველი გადაიკეტოს. კი ბატონო, გადაიკეტოს, მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ ჩვენა ვართ ქვეყანა და ვადამდელი არჩევნები დავნიშნოთ, ოღონდ თან ისე რომ CSGO ჩვენი იყოს და ყველაფერი ჩვენი იყოს, ეგრე არ მოსულ ამის უფლებას არავინ არ მოგცემთ. ანუ თქვენ რას გვეუბნებით ჩვენ, იცი, აი ჩვენს მომხრეებს რას ეუბნებით, რომლებსაც არც იმჩნევთ, რომ ჩვენ ვართ არავინ, რუსეთუმეები ცოტანი ვართ, მოგატყუეთ, გავაყალბეთ და всё, ჩვენ უნდა წავიდეთ და უნდა მოხვიდეთ თქვენ. ოღონდ ვინ მოდის კი არ იციან. არ მოეხა ეგ ყველაზე დიდი ილუზია არის და ან თვითმოტყუების რაღაც ძალიან ჰუდინისტური შესრულება, ან ნუ რეალურად იდიოტიზმი, როდესაც საუბარი მიდის იმაზე, რომ ეს პარტიულად მდგენელი არ აქვს და ჩვენ გვინდა ახალი არჩევნები იმისთვის, რომ ხალხის ხმამ გაიმარჯოს. ანუ ამ შემთხვევაში ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას რატო ლაპარაკობს ეს ხალხი? იმიტომ რომ მათთვის ოპოზიციამ არ გაიმარჯვა. ანუ ნახეს რომ ქართულ ოცნებამ აიღო იმაზე გაცილებით მეტი ხმა, ვიდრე ერთად შეკრებულმა ოპოზიციამ. ანუ ამის გასაჩივრება მიდის, გინდა ქუჩა იქნება, გინდა ქუჩაში და არა კანონიერი დანოსები, ფსევდო ცრუ დანოსები სტრატეგიულ პარტნიორებს. აი ცისკარიშვილი, ცისკარიშვილი, ხო, დიპსტეიტი რო აგვიხსნა არ გვინდა, იცი რა გვინდა? აი ეხა რო გვეუბნება რომ პეტო? ხო, გავუშვით. გარედან აქცია შიგნით აქცია. ხო, თან ახალ წელს რო პირველში იქნებდა გადაგორდეს და ეს რისი იმედიც აქვს რა, ეხა ყაველაშვილი მოვა, დაწმერე ახალი წელიც მოგვისწრებს, პირველში საღამოს ხალხი. ეგ სუფუჭი იმედებია ოცნების რეჟიმის, აი თვითმარქვია ხელისუფლების
იმიტომ რომ სხვათა შორის უკრაინაში დაიწყო ზუსტად ნოემბრის თვეში და ის ახალი იქთან -20 და 25 გრადუსები იყო იმ ზამთარს. გადაგორდა და თებერვალში დასრულდა იანუკოვიჩის რეჟიმი. კიევში მოხდა. აი უყურეთ, აი როგორი ადამიანია შეხედე, არ მინდა შეურაცხყოფა მეყოდო, მაგრამ დებილია. უყურე რას ამბობს მაიდანი და იანუკოვიჩის გაგდება პოზიტიურ მოვლენად შეაფასა, ხდები? ხალხო, არ არის ესენი უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე ხაც პოზიტიურად აფასებენ კაცო. ეს არის უკრაინის გზა, ეს არის როგორც თქვენ გინდათ, ისე არ არის. აი მაგალითად, უკრაინა შეიძლება ეხლა მოელაპარაკოს რუსეთს, უბრალოდ ტრამპი შეიძლება მოელაპარაკოს რუსეთს და უკრაინა ვერ შევა გარდაუვალია კაცო. ვერ შევა ნატოში, იქნება განადგურებული, ნახევარი მოსახლეობა გახიზნული, კაცები მკვდარი და გახიზნული, დაკარგული აქვს ძალიან დიდი ტერიტორია და მათ შორის ინდუსტრიული დონბასი, პრობლემები აქვს და რად იქცევა უკრაინა, როგორც კი ომი დამთავრდება, ზელენსკი გადმოაყირავებენ, ეს გააკეთა მაიდანმა. პირდაპირმა მმართველობამ ამერიკელების. თვითონ ეხანდელი ადმინისტრაციის ადამიანები ამბობენ, რომ ამერიკამ დაუშვა, ბაიდენმა დაუშვა დანაშაული შეცდომა, როდესაც ასე გაუპატიურა უკრაინა. და ისინი ამბობენ, რომ რუსეთის ინტერესები არის გასათვალისწინებელი. რეალობას შეხედეთ. რანაირად ვინ ჩაგიდოთ ამ თავში, რომ რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებს ხალხო? ამერიკა უკვე ცოტა ხანში გაითვალისწინებს. ჩინეთი ყველა ითვალისწინებს. ევროპის მთელი რიგი ქვეყნები და რანაირად გაქვთ, რა სამყარო გაქვთ, თავში როგორ ყარო გაქვთ, უბრალოდ მე მართლა მაინტერესებს, აი ლიბერდებილებს რა პლანეტა აქვთ, როგორი პლანეტა აქვთ, რომ რა მოხდება, რომ აი ეს რასა არ ვიცი, გვარი იაკნოვიჩი რაღაცა რომ მოიგებს საქართველოში, მერე ჩვენ აქ გვექნება ნატოში შევალ და როცა რუსი მოვა ტანკით, რასა დაждდება უფრო დიდ ტანკზე? უყურე. აი ნუ რას ფიქრობენ რა? ნუ აქ ჩვენ ხო ძალიან ცხადად ხედავთ, რომ მათ შორის იმ ადამიანებსაც, ვისაც შეიძლება კუთხელად წამდეთ, რომ აქ არანაირი პარტიული შინაარსი არ არის, მათაც კი უწევთ იმის აღიარება, რომ გარეთ ახმარების გარეშე ამ პროცესებს არ აქვს არანაირი აზრი. ნებისმიერი ის პროცესი, რომელიც ქვეყნის შიგნით სასრულ მიზნამდე ვერ მიდის, ესე იგი ეს არ არის სახალხო პროცესი. მას თუ ჭირდება გარედან შეფითილება, ეს ნიშნავს, რომ ეს არის გარედან მართული პროცესი, ანუ პარტიული ლოგიკის ამბავი ყველაფერს თავი დაანებო რა. და ამ შემთხვევაშიც იმ თეორიულ და ილუზორულ დაშვებაზეც რო წავიდეთ, რომ აი ამათ ხა საწატელს მიაღწიეს. ხო, დაუშვე. მაგ წარმოდგენაში, ანუ სამთავრობო კონფიგურაცია ამ ადგონებაში რა ჯდება, რომ ჭოლა არის პრეზიდენტი და ის რა ქვია ნინო კირთაძე პრემიერი თუ ანუ ეს მათთვის კონგენიალური სახეები. ანუ მაგ იდიოტობის ვინმე შეერა, მე მაინტერესებს. არა, ყველაფერი ხო მოდის იმ მოცემულობიდან, იმ რასკლადიდან, რაშიც საქართველოს ეხლა არის საერთაშორისო ამბავში. ჩვენ ვხედავთ რამოდენიმე ძალის ცენტრის შექმნის უკვე დასრულება. შეიქმნა რამოდენიმე ძალა, ხო? ჩვენ ამას უყურებთ. ტრამპი ედავება კანადას, ედავება პანამას, ედავება მექსიკას. მონროს დოქტრინა, რომ საკუთარ კონტინენტზე დარჩეს, იმას აწვევა, რომ ჯერ საკუთარი სამეზობლო მოაგვაროს, ხო? უნდა ომის დამთავრება. პირდაპირ კაცი ამბობს, რომ ზელენსკის ეუბნება, რომ გარიგება უნდა შედგეს. პირდაპირ ეუბნება, რომ გარიგება უნდა შედგეს. მაგის შვილი ილონ მასკი ღიად დასცილის ზელენსკის და აკუკავს თავზე. ნუ ეს ხო ფაქტია რა. შესაბამისად, მოდი ეგრეთ ვთქვათ რა. ტრამპი ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს გარიგება შედგეს. გარიგება როგორც არ უნდა შედგეს, დამთავრდება იმით, რომ უკრაინა იქნება ნეიტრალური ქვეყანა, არ შევა ნატოში. გაიგეთ ხალხო, ესე მოხდება და რა გავაკეთო? მე ბარემ დაუშვათ მინდა რომ სულ მთელი სოფლიო ნატო იყოს, მაგრამ არ გამოდის ეგრე. აი ესე გააკეთა განგებამ, რომ რუსეთსაც აქვს ბირთვული იარაღი, ჩინეთსაც აქვს, არეშნიკიც აქვს და იარაღს აკეთებენ. მანქანას ვერ აკეთებენ, თორე იარაღს აკეთებენ. ხო და რა ვქნათ, როგორ შევცვალოთ ეს მოცემულობა? ბაია პატარაიას ან სალომე დებილს, ვითომ პრეზიდენტს შეუძლია ამ მოცემულობის შეცვლა? არ შეუძლია, ესეთია სამყარო და ჩვენ რა ვქნათ, უნდა გადავხდეთ იქა სადღაც აი ამ გლების ხროვაში და ჩვენ და ხმალი ვაქნიოთ?
წავიდა ის დღის წესრიგი, ლიბერალური დღის წესრიგი სოფლიოს ასპარეზიდან გაქრა. ჩარჩენილები ხარ, დამთავრდა ეგ დღის წესრიგი. ევროპაში ყოველ დღე ეცემა რეჟიმები, ყოველ დღე და იმარჯვებენ მემარჯვენე კონსერვატორები. ხო უყურებთ ამას ინგლისური ხო იცით, კაცო, წაიკითხეთ რა. და ხდები რა ხდება? აი მართლა გასაგიჟებელი ამბავია რა. უყურებთ რაღაცა ცირკს. დიდი მადლობა რომ მოგისმინეთ. არ ამგონია რომ ეხა ეს მიხვდეთ რაზე ვილაპარაკე, მაგრამ რა ვიცი, გული მტკივა რაღაც პონჩი, იმიტომ რომ ვიღაც ძალიან ჩემი არ მინდა თქვა ვინ არიან, მაგრამ უახლოესი ადამიანებიც არიან იქ, რომელთანაც მე კავშირი გავჭირდა. ყველას ყავს ახლა ვიღაცა, ვინც ძალიან მე ყველაზე მეტად მეხება ეგ, მაგრამ ვერა უხსენი, ვერ გავაგებინე რა. რომ აი ამ სადღეგრძელოების გარდა, აი ამ ბანძი პათეტიკის გარდა რომ გამოდიან და ლექსებს რო ამბობენ, სიმღერებს წერენ. თავისუფლება? ხო, თავი ახაცებს რო ბანძობენ, ქალთა ხორუმი მაგალითად ბანძობა. ხო, აი ამის გარდა არსებობს რეალობა, რეალური სამყარო. ქართულ სკოლაში გიჭირდა ამ რეალური სამყაროს არსებობის დაჯერება. და ღვთისმადლი და არის ადამიანი და არის ძალა, რომელიც გვანახებს ამ რეალობას და მანევრირებს, ხო? ბიჭო, ამ ქვეყანაში 12 წლის მანძილზე არ არსებობს არც ბიზნესი, რომელსაც თავისუფლება შეელახა, არც ინდივიდი, რომელსაც თავისუფალი სიტყვა შეელახა, მით უმეტეს მედიაზე და იმაზე პოლიტიკურ ფიგურებზე და NGO-ებზე აღარ მაქვს საერთოდ საუბარი, ვისაც თავისუფალი გამოხატვის უფლება რაიმე ტიპით შეეზღუდა. ანუ კაცო რა ლამის ეხა მაგაზე რამდენი გვაქვს ნალაპარაკი რომ ლამის ვართ პირიქით მდგომარეობაში სადაც ანუ უკვე შეურაცხყოფის თავისუფლებაც კი ნორმად არის ხო ამაზე ვლაპარაკობთ და ჩვენ უცებ მართლა სადღეგრძელოს სწორი ნათქვამიანი იმიტომ რომ ვისმენთ სადღეგრძელოს იმიტომ რომ თავისუფლების ბრძოლა არის საჭირო სადღეგრძელოა ხო ანუ ვიღაცებმა დააიჯერეს და ერთმანეთს დააჭროს თავისუფლებისთვის იბრძვიან რა გოგო გამოდიოდა და მეო გამოვდივარო იმიტომ რომ მეო ეხლა რას თავისუფლება მაქვს იმასო შემიზღუდავენ და არ ვიცი აი ეხლა რო პოლიტიკოსებით განან შენ შვილო შეიძლება იმ პოლიტიკოსების გვერდით არ დგახარ მაგრამ ხო მოლაპარაკებებს შენს ნაპროტესტებზე ისინი ხო მოლაპარაკებებს აწარმოებენ სალომესთან აი იმ პოლიტიკოსების დროს იცი რა თავისუფლება იყო აგიხსნა მოგიყვე აგჯერა და არ გინახავს სკოლაში სწავლობდი მე-5 კლასში მაშინ და რა გავაკეთო ძალიან ეს ყველაფერი დამთავრდება ჩვენი გამარჯვებით საქართველოს გამარჯვებით უკვე გამარჯვებულები ვართ დაიკლო ხალხის რაოდენობამ უმიზნო აქციებია ეს პომპადურს ჩამოეკიდნენ ამ უნიჭოს ამ ქაჯს ამ კუდიან დედაბერს და მე ნახე რა გინება იქნება მაგის დედას ამოუტრიალებენ პირველი 3 წელი რაც იყო ის მოტრიალდება ისო სალომეს მისამართით რა თქმა უნდა მაგრამ აი ეს ხალხი აი ეს სიგიჟიდან გამოსათრევია ეს ადამიანები რა ეს რაღაცა ილუზია მირაჟი რო აქვთ რომ თქვი იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ და დიქტატურის წინააღმდეგ რა დიქტატურა 5 არხი გაქვთ დედას გვაგინებთ იმ არხებიდან და იბრძვით და რა ვიცი რევს ჩადიხართ რა დიქტატურა ხალხი უყურე აბსოლუტური მენტალური დისონანსი რაში მდგომარეობს რომ ეხლა წაგ გავუშვით მთავარი არხის ვიდეო სადაც გამოსახულებაზე სხვა ხდება და მთავარი არხის წამყვანი სხვა რაღაცას გარწმუნებს როდესაც მთავარი არხი აღქმული აქვს ვიღაცას რომ აი ეს არის თავისუფალი სიტყვის და რაღაცა დემოკრატიულობის შუქურა საქართველოში როდესაც ლიაკა ხოშტარია რომელსაც დადასტურებული აქვს თვითონაც არ უარყვია მის ოჯახსაც არ უარყვია დადასტურებული აქვს რომ კრემლიდან რუსული სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერიცხება ფული ეს ადამიანი როდესაც შენ გჯერა რომ არის რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ნუ გიმოში ორჯერ მიღებულ განათლებას თავი დაანებე და როდესაც შენ უყურებ შენ სირგულო არსებულ პოლიტიკურ ვითარებას სადაც ის პოლიტიკოსები რომლებიც 2012 წლამდე ყველაზე უხეში ფორმებით დაარღვიეს ყველანაირი ლიბერალური და ყველანაირი ადამიანის უფლება რაც კი არსებობდა ეს ადამიანები 3 წლის მანძილზე პრეზიდენტს ეძახდნენ რეზიდენტს და რუსეთის აგენტს დღეს ეძახიან ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენელს ხელისუფლების და ერთადერთ ხსნას საქართველოს ევროპული მომავალისკენ მოვალ გზაზე. ანუ როდესაც აი ამ ყველაფრის გჯერა, ბიჭო,
რაღაცა კაროჩ მინიმუმ დახეული რო გაქვს მან უნდა მიხვდე რა ერთმა მომწერა რომ ზელენსკი რა უნდა ეკნაო ზელენსკის წაკუზულიყო და პუტინისთვის ეთქვა მიხმარეო ანუ რო შემოჭედა შევახსენებ რომ შეჭრიდა რამოდენიმე ხანში პუტინის არმიამ განიცადა კრახი 3 დღეში უნდა აღება კიევის და ვერ გათვალეს შედგა სტამბოლის მოლაპარაკებები რომელსაც ხელი მოაწერა ჩვენმა ალბედითმა მოგვარემ და ჩავიდა კაცო ის გიჟი ბორისი ინგლისის პრემიერ-მინისტრი და გააუქმა ეს შეთანხმება და ბრძოლა გააგრძელეს და იმის მერე ეხლა გაცილებით უარესი მშვიდობა დადგება თუ ამ მშვიდობა ჰქვია გაცილებით მეტი ადამიანი მოკვდება ეგ და ამიტომ არის ზელენსკი გასაპუტი ცოტა ხანში რამოდენიმე თვეში იყო შანსი რომ გაჩერებულიყო ეს ომი ხო და ნუ აზრი არა შეუძლებელია რა როცა უწყობ ამათთან არგუმენტებით ლაპარაკს ხო რაღაცა აბსურდებს იგონებენ სიგიჟეებს გაყავდა გაჟონა და ფარულობა იყო დარღვეული რამოდენიმე ოფიციალურ დასმაშიც მე თუ არა მაგ გასტა რომ ჩემი ფარულობა დარღვეულია შიში არა მაგ მაშინ ესე იგი არ არის დარღვეული რა არის აქ თავარი პრობლემა რომ არჩევნებზე ხმის მიცემის წინ კონდეს განცდა რომ ფარულობა დარღვეული არ არის არც მანამდე არც მერე ამათ ამომრჩეველთან არავინ არ მისულა და არ დაუშინებია რანაირად დაირღვა ფარულობა ხალხო რანაირად არ ვიცი ეს როგორ არის ეს მითოს თემაა რომ 5 წლის ის ვიღაცასთან სექსი რო გქონდა ნებაყოფლობითი და მე რო გიჩივლებს რომ არა გამოუპატიურა რომ კარგით ხალხო კარგით მეგობრებო ყველაფერი კარგად იქნება ახალ წელსაც შევხვდებით ვიზეიმებთ ასევე კაიკაცის პრეზიდენტის ჩვენის ახალის ინაუგურაციას და დავიშორებ მაგრამ დასვენების დღეები გამოუცხადებია პრემიერს. კარგი და საკაიფო. ხვალამდე, ხვალ გურიც მოვა. აბა ხვალამდე.